ყოფილი შეყვარებულების უხერხული შეხვედრა. ეხლა ხავდე რაღაცა ძალიან ნერვიულობა ვქნა. Raga nerviulებს შილო შენ, მე მაქვს ანერვიულო და აგერ მამა შენს. კი მამა. ვინ არის, რა ბიჭია, რა მშობლები ყავს, ვინ არიან, რა ოჯახია, იცნობ მაგათ მშობლებს? კი, როგორ არა, დედა, იცი რა კარგი მშობლები ყავს. ხო. აი შენს რომ გაიცნობ, გაგიჟდები, მხიარულები არიან და ძალიან თბილები. ძალიან კაი, იმედია მომეწონება რა, ვიცი, ისე ამდენი ხანი უნდა გაგვეცნო, მართლა. შენ კიდე რა ხდება? ისე ბიჭი თუ კაია, მშობლებიც კაი იქნებიან, ა? ნახე როგორ თქვი, ანუ ბიჭი თუ კაია ხო, მშობლებიც ხო კარგი ეყოლებათ, არ მშობლებმა გაზარდეს კარგი შვილი, ხო? ხო, დავაკავშირე, ხედავ? გენიოსი ხარ, მაგრამ მანამდე მიდი შენის ჩამოასხი ბოციდან. ღვინო, თორე ხალხი რომ მოვას ირცხვილია, მე დაიწყო წუწაობას, იმიტომ რომ გადაგესხმება. ხალხი წვრილი ყელი აქ იმ ბოცებს. ვისწავლე, ისა ღვინო ჩამოსხ. და წვრილი ყელი აქ იმ ბოცებს ხო გითხარ და მეორე ბოცებზე მასეთი რაღაც არ მითხრა. ჩემი და ბოცების ურთიერთობა ასე რამ შეაყვარა ეს ბოცები ამ გადავიდი. კაია და ხარისხიანია. წევედი ახლა და მოვალახავ. ყველაფერი გამიგე ბოცების სიყვარული არ გამიგე. ჩამოასხი, მიდი სანამ მოვლენ. ეს მაგიდა ცოტა ხო არ გავწიო შილო. მოდი. აი მოვიდნენ. მამა! მოდი ბიჭო. მოვიდნენ. არც დამიწია გამოსმახა. კი, დავამაზი ხარ არ ნერვიულობ. გამარჯობა. მობძანდი. ირაკლი. გამარჯობა თამარი. ირაკლის დედა. მამა. მამა. სეხნია. გამარჯობა ეს მოგიტანეთ. კი ბატონო, აგერ. აი მე როგორ შეწყობილი სასიამოვნო დედა. შეგენას დაჯექი მოდი. მამა ეს არის? მამა, უკაცო ხოთვა, მამა ხოთვი. მამა კი, დია. თამარი. აბარა. თამარი. საერთოდ მოგელოდი სიმართლე გითხრათ. ხო. თამარო მოეხანში. მე კიდე მგონია რომ შენი მოწყობილია ეს ყველაფერი. მე გავალ ახლა. დიახ. გავალ უცებ გვინოს გადმოვასხავ და მოვალ ორკი. ჩემი მიხედვით. ხილად იყავი. ხილად იყავი. გავიგერო ხილად წვრილი ყელი აქ თუ გითხარ რომ ამალაბარ ათაჩი. თამარა სიმართლე გითხრათ. რაღაც არ ვქარ ხუში ვარ რომ საერთოდ ვისკი წარმოვიდგენი თუ ოდესმე იმ სიყვარულს მე როდესმე კიდე ერთთან შევხვდებოდით და მე კიდე ამ წუთში ასე ამდენი ხანი გაგრძელდებოდა და მე კიდე ასე დროს თურმე ჩვენი შვილები იცი რა მე მგონია რომ ჩვენ ქორწილის რაღაცები გავისაუბრებთ და ხო არაფერი ძირფას უბრალოდ ეხლა მოვალ 2 წუთში ხო დავაჩქაროთ მე მგონია რომ უნდა ჩემი გოგო არ უნდა გამოგატანოთ ვასო რა იგივე უნდა ჩემ ბიჭს უყვარ შენი შვილი და უნდა გამოვაყენო შენ რაც გამიკეთე მე იგივე გინდა რომ შენმა შვილმა გაუკეთოს ჩემ შვილს სხვაში რო გამცვალე ვასო მე გავცვალე ხო მეუბნებოდი არ მიყვარს ნაშაო მე ნაშაო შეხედე ნაშაო არის ბრა ნაშაო აი ახლაც მატყუებ იცი მატყუებ არაფერს არ გატყუებ მატყუებ ნაშაო და მე ცოლად მოიყვანე ვასო შენი დედამო მამა მე რა ხდება გადამეს გამოვიცვლი ბოდიში უცხო აგინდა ქალში წვრილი ყელი აქ თქო გითხრა და გამიტყვა არაფერი უცხო გამოვიცვლი და მოვალ 2 წუთში ბოცა გატე ხო ბოცა გამიტყდა ცალკე მაგაზე კარგი არა უშავს კარგი მოვსასა ვისაუბრეთ ჩვენ რაღაცები განვიხილეთ მე მგონი სადღაც ზღვის პირზე რომ გავაკეთოთ ქორწილი კარგი იქნება რომ ეს ქორწილის თემა მეერე მაგრამ უნდა აღნიშნო ის რომ ულამაზესი გოგოა ვასო შეხედე როგორი ლამაზ თვალება ძალიან როგორი ქერათმა ვის გავხარ შვილო ესეთი ლამაზი მადლობა ძალიან როგორ გაიცანით დედიკო ერთმანეთი ამას ხო არაფერს არ დაასწრებინე ირაკლი არასდროს არაფერს არ გაიცანით ასე ესეც არა ეხლა მოვყვები მიდი ირაკლისნაირად არის შენ მათ გამოვიცვალი და მოკლედ დავაკიდი ღვინო არ გვინდა ღვინო ხო მოიცადე მომიყევი ჩემი ღვინო შენ გაი აი ეს ყვავილი შეიძლება რომ იქხარ ერთი წუთით ანა მოგუყვება ეხლა როგორ გაიცანით ერთმანეთი იმიტომ რომ ირაკლი არაფერს არ გვიყვება არასდროს კარგი. მოკლედ, ჩვენ საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით წასულები და ირაკლი იყო თამადა. ირაკლი თამადა? ძალიან კარგი თამადა და მართლა. კარგი, მე ადგა და ლექსი წაიკითხა. ისე წაიკითხა ხალხო, ანუ იქ რო ყოფილიყავი და აი არ ვიცი რა და მე ვიცეკვეთ ქართული ცეკვა. ცეკვა შვილო? და აი არ იმღერა ბოლოს.
ხო. იმღერა ძალიან კარგად. როგორ გავს მამას? ხო. უკაცრავად? ანუ თქვენ საიდან იცით რომ ჩემი შვილი მამას გავს? იერით ხო გავს და მიგავს გავს ერთმანეთს. მივავს გავს თმით. თმით და სიმღერადაც ეკვა ეხლა ჩემი შვილი რო მანაც უნდა რამაც რაბოცა გამეცდა რო იცოდე. პრობლემა არ არის კაცო. ოციანები როა ძველებული ხო იცი? ხო. რა დროს ბოცა? ხო. თავისზე პარკი კი არ ჭირდება, დაახურე გერმენტულად არის ეგრევე. ორი ცალი გამიგდა. ორი ცალი ჩამოგიტან. შემოგევლე. ხალხები რა, წვანეები თუ არა. წვანეები ეს რა, ხო. ჩამოგიტან. შემოგევლე. სიო, ახალ სხვათა შორის მე რო დავინახე, ანა, ეგრევე მივხვდი რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებულები და სულთან უნდა ყოფილიყავით ნადლობა. ყველაფერი ისე რომ წასულიყო, მე როგორც გეგმავდი, ერთმანეთისთვის კი არა, შეიძლება ერთ კლინიკაში დაბადებულიყავით. დედა რა ის ამბობ, ვერ გავიგე, ხო კარგად ხარ? რა ერთ კლინიკაში და რაღაცებს ვერ გავიგე რა ეს ამბობ დედა. ის არაფერი. ის თქმა უნდა და რომ ისო რა ქვიაო ხო არ დაგველია, ხო დაგველია რომ ეს აღნიშნოთ ესეთი ამბავი რომ რა ვიცი, აბა მე ძალიან მოხარული ვარ რომ ასე მოყრებს ენაცვალი, აბა რა. აუ ჩვენი შვილების ბედნიერებით რომ დავწყვეტ და ჩვენ არ გამდეხო და უკეთესად დავწევოდი, მაგრამ ბატონო ისაუბრე პრობლემა. დედიკო მომისმინე. ხო არ ჯობია დაფიქრდე შვილო, სანამ ცოლად გაყვები. რატომ დავფიქრდე, რა ხდება? რა ვიცი, თავს შეგაყვარებს და მე მიგატოვებს. დედა რატომ მეუბნები ეგეთ რაღაცებს? მგონია რომ ამას გავს დედა და იმიტომ მეუბნები. მამა რანაირია? რა, ესე მგონია რა, ესე მგონია უბრალოდ. კაი დაჯექი, კარგად დაფიქრდი მაინც. მოდი. ისა. კაბუტო თამარ თუ შეიძლება რომ ისა რა ქვია. დიახ. გაგესაუბროთ მეც ქორწილის თემაზე. დიახ, ქორწილის თემაზე რომ გავისაუბროთ, არც ქორწილის თემაზე მე ვისაუბროთ, უხერხულია. ხო, ვისაუბროთ აბა რა. ანუ რას ფიქრობთ ამ ქორწილისად შეიძლება იყოს? რისი თქმა გინდა მითხარი ახლა უცებ. თამარ. მე მინდა გითხრა რომ ამდენი ხნის განშორების შემდეგ ძალიან არ მოგელოდი აქ თუ შემხვდებოდი თამარ. ვაც მე ხოვა. მოდი თამარ. ყველაფერი ფეხებზე დავიკიდოთ და კაი, ხასი ჩვენი ძველი ურთიერთობა თამარ. ერთმანეთის მიმართ ტოლვა. ხომ არ აღვადგინოთ თამარ. გასო. ხო ძირფასო. მოდი რა უხერხულია. ეხლა ამ წუთას მოვალ. მე რას ამბობდი? დანარჩენი ყველაფერი იქნება თამარ. აბა რაზე ვჭუკჭუკობთ? რაჭიდან ბოცებს ჩამოგიტანთ. რაჭიდან ბოცებს ჩამოგიტანთ ხო? წანე ბოცები. დირიყეთ ბუშტები არ ჩნდება. იცოდე ვიმახ მე ისეთი კაცია, თუ რამე და ვიმახსოვრ ისე. აბა მოეჭვეჭო, მოდი ახლა. შეაწუხე ეს ადამიანი ბოცები, რა იყო? შემშელა ბოცებში ნუ ჩერებს. დაჯექი მოდი. ხო, ნუ რაღაცები გადავგეგმეთ თითქოს, ხო? კაი რაღაცები დავგეგმეთ და რა ვიცი მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. ხო, ის რა ქვია. ისა, ანა რა უნდა გითხოდე? რამდენი წელია ხვდებით შენ და ირაკლი? 3 წელი. 3. პირველ წელს სახლის წინ გული ამან დაგინთო, ხო? ხო, დედა? კი. მე მეორე წელს რესტორანში რო დაგპატიჟა თან სუნამო გაჩუქა, ხო დედა? კი. ხო, არა? ხო, არ მithქვამ, საიდან იცი? ხო, სანამ შეგიყვარდება ძალიან გირჩევ შვილო რომ შეეშვა თავი დაანებო. დედა რატომ მე? იმიტომ რომ მამამის გავს საშკარად. იქნებ გავს მამამის. ხა რა დროს მაგას? არა, ერთი წუთი. ხალხო მესმის ყველაფერი და გაოცევ რა ხდება გამაგებინეთ რა. ანუ რას ნიშნავს მამა შეძგავს ახლა წეღან კიდე იგივე რაღაც მოვისმინე ახლა და ვასო გამაგებინე რა ხდება და ეს არ ჩაივლის ეს ყველაფერი რა. ძალიან სერიოზულ ამბავს ავტეხა. არა, კაცი ერთი წუთი ხარ მე მგონი რომ არა, როგორ მე მგონი კაცო მამამის გავს და საიდან იცის ამან შენ ვინ გავს? აუ, კარგით რა და კარგი, მაშინ მოდი პირდაპირ ვიტყვი. რა სიტყვი? პირდაპირ თქვა თამარ. რა უნდა თქვა კაცო? დედა რა? წლების წინ, როცა სტუდენტები ვიყავით, მე და თამარი შეყვარებულები ვიყავით და სერიოზულად ვფიქრობდით ჩვენ ურთიერთობას. რას ლაპარაკობ? მაგრამ ეხა ყველაფერი, ეხა ყველაფერი ახლა ჩვენ შვილებს ერთად. ხო, ნუ ადრე იყო რა. ადრე იყო, ძალიან ადრე იყო ეს. ადრე იყო. გაიგეთ რა ხდება ბატონო? თქვენ არ ბრაზდებით თუ რა არის? კაცო კიდე მოცემზე ფიქრობ თუ რა ამბავია გამაგებინეთ ერთი.
რა ხია? მოვიდა კაცი, ბოცებ ჩამოვიდა ხოლმე. მოიცა ერთი რა დროს მოცებია ბიჭო? კაცო, აქ ეხლა მაგინა გოგო ჩემბოცებთან. ორი ცალი გამიტყვე, ერთი მოვიდა დამჭა. მოცებს ერთი წუთით რა. ერთი წუთით რა ვერ გამიგე, იცი ახალგაზრდობაში ჯერ ქმარს მართმევდი, ახლა შვილის წართმება გინეში, გათახსირებული. არაფერი არ ჭირდება, არც ერთი და არც მეორე, კაცო, წაიყვანე თუ არ ჭირდება, რას უჟუჟუნებ თვალებს, რამდენჯერ გაიყვანე გვერდზე. ვინ უჟუჟუნებს თვალებს? შენ. სადა მინახე რომ თვალებს უჟუჟუნებ. არ გინდა ხა ესეთი რაღაცა ბოლო-ბოლო და დამშვიდით, კარგით რა. ჩაერიე, შენ კიდე ბოცებზე ნუფიქრო. ამოიღე ბიჭო, კარგი, რა გაიქო? ჰა? რა გჭირთ ხალხო, ვერ გავიგე, ანუ გავიგეთ რომ თქვენ ოდესღაც იყავით შეყვარებულები და გიყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ეხა მე და ანას გვიყვარს ერთმანეთი და ხელი მაინც შეგვიწყვეთ, რანაირად იქ. რა შემიხელი? ჰაჰა, ბიჭო, სიძოც, აკაცი. ამა შემოვევლე, რა თქვას მეტი? რა თქვას მეტი? 220-იანი ჩემზე იყოს სიმამროვადო. მართალია. ამას ახლა სახლიდან მე არ გავუშვებ მაგალითად დღეს. აი ნუ რაც იყო რა. არა. დაჯექი გეფას. ხო არა, მეც 2-4 ბოთი არაფერი ხე მეც ეხლა არა მესმის ეხლა. აღელდი ხა შენს კარგი. მეც ისე დამელა მომივიდა, მაგრამ რომ ცოდნო და ნამდვილად ესე ხმას არა უწევდი. ხა არ ვიცოდი და გესმით არ ვიკამათოთ რა. ხო. ბოდიში ხთი ხა ყველაფერი კარგად არის და არაფერი ისეთი სანერვული არ არის და თუ შეიძლება ცოტა ხანი გავალდა სიგარეტს მოვწევ თამარ. ხო, აი. გარეთ ვიქნები და ანუ სიგარეტს ის მოსაწევად გავა. კარგი, დაგელოდებ. კაი, ნუ რაც იყო, მეც ცოტა ზედმეტი მომივიდა ეხა და პრინციპში უნდა მეთქვა მანამდე რაშიც ხო, აი, იყო საქმე. ნახე რომ გეთქვათ, ნამდვილად არ გამოიწევს. აჯობებდა ნამდვილად, მაპატიეთ რა, მეც მაპატიეთ. აუ, ძალიან უჰაერობა მაქვს და. რატო რა? აი ვინერვიულე დედი, ცოტა ხანი ჰაერზე გავალ ხო? კარგი, მიდიდე, მიდი. წადი. მალე მოდი ოღონდ, კარგი? ხო არ გამოვარ. არა, არ გამოვყვა. თაქავარ. თავიდან ცოტა ხარ. ხო, მეც თუნდაც მომივიდა ხო. ხო, არა უშავს, ახლა ადამიანები ვართ, ყველაფერი. არა, უშავს. მე თქვენ რა კეთილი და კარგი ადამიანი ხარ. გენაცვალე, მე რა მაინტერესებს. თქვენ ყავდათ შეყვარებული თუ პირდაპირ ვასო? არა, მყავდა მანამდე შეყვარებული, მაგრამ ნუ ვერ დაგვილაგდა სიტუაცია. თქვენ? მე ახლა მეც მყავდა. კარგით რა. მე-9 კლასში ვთხოვე ხელი. მერე? უარი მითხრა. დედა შენთან გოგო. არა. ხო, არაფერი არ ელაპარაკე. მე 10 კლასში ვთხოვე ხელი კიდე იმ გოგოს. არ გამოყვა. კარგით რა. მერე ეს როგორ გაიცი? ხო და მე 11 კლასში და სულ ვთხოვე ხელი და არ გამოყვა, მე უკვე თამუნა მოვსვლა. კარგით. ასე ბედნიერად შევქმენით ხო? მე გაიხალთ. ერთი ბოცა უნდა გაჩუქოთ. 5 ბოცა ხალხო. 5 ბოცა. ატარა საქმე ხო? სვანე, შენ შვილო არ იცი ახლა მაგ რა არის? ეს სიჯი მომივიდა ერთი წამი. რატო არ ჭამთ? გადაიღეთ ხო? ვაიმე, რა? ხდება. მესიჯი მომივიდა. რა მოხდა? მამა მომწერა, მე და თამუნა გავიპარეთ, ბედნიერები ვართ, არ გვეძებოთ. კაი პური გვიჭამია. ასამბო. რა, მამა, რა გაგარაკო? ვაიმე, სად გაიყარა? ბოცები ბიჭო ჩემი. დედა, ირაკლი! აი მე ერთი წუთი. ბასო! იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.